I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. აი დღეს ისევ ვაგრძელებთ მოგზაურობას ძველ თბილისში. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება და ჩვენი ექსკურსია შედგება აბანო თუბანში. აბანოების გარეშე რა თქმა უნდა თბილისი წარმოუდგენელია. ხო, დავიწყოთ ხოჯას აბანოთი. ესე იგი ხოჯას აბანო იმიტომ ეწოდება, რომ საჭურისი აღმახმათხანი 1795 წლის ენკენისთვის 11-ში, როგორც არის ცნობილი, თბილისის აღების დროს ამ აბანოებით აღფრთოვანდა ძალიან და ეგონა რომ განიკურნებოდა მისი სენისაგან. ანუ გულისხმობ იმას, რომ საჭურისი იყო და ეგონა რომ მოარჩენდა. მოკლედ ისე მოხდა, რომ ვერაფერი ვერ არგვა მწყალმა და გამწარებულმა დაანგრია და გაანადგურა მიწასთან გაასწორა. ამის მერე ეწოდა ამას ხოჯას აბანო. ციხის აბანოსაც ეძახდნენ თურმე. თუმცა ეს აბანო მერე ქალებისთვის ყოფილა განკუთვნილი. ოდრო გითხრათ რომ რაიმე დადებითად არის აღწერილი, ისე ამოხსენიებული წყაროებში, რომ ასად არ იყო ესეთი უწესობა, სივიწროვე, სიბინძურე, როგორც აქ. აი ეს მოკლე ისტორიებს მოვყვები აბანოებსთან დაკავშირებით. ვცვლად კიდევ გავიმეორებ, რომ შეგიძლიათ ნახოთ ჩემს არხზე, დავდებ ლინკს თუ გაინტერესებს თბილისური აბანოების შესახებ. აბა დიდი მადლობა დროებით.